საფხულის ცხელი და მშრალი ამინდების ფონზე ტყეში ხანძრების გაჩენის რისკი მნიშვნელოვნად იზრდება. გარემოს დაცვის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ წლიდან წლამდე ამ ტიპის შემთხვევების რაოდენობა მზარდია. ექსპერტების შეფასებით, ხანძართა გამომწვევი მიზეზების უმეტესობა დაკავშირებულია ადამიანურ ქცევასთან. ხშირია შემთხვევები, როდესაც ტყეში დარჩენილი სიგარეტის ნამწვი, ღია ცეცხლის არასწორად გამოყენება ან თვითნებურად დატოვებული ნარჩენები ცეცხლის გაჩენას უწყობს ხელს. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ პასუხისმგებლობა ყველა პიროვნებაზე თანაბრად ვრცელდება. რესპონდენტთა თქმით, საჭიროა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. ზოგიერთმა მათგანმა ხაზი გაუსვა მოქალაქეების როლის განსაზღვრაზე მსგავსი სიტუაციების დროს. ისინი ასევე სახელმწიფოს მხრიდან რეგულაციების გამკაცრების საჭიროებაზე აკეთებენ აქცენტს. Მაგალითად არიან დედა ტყეში და ანთებენ იმ კოცონია თუ რასა და წახემსება და პიკნიკი აქვს. ამის გამო უნდა ჩააქრონ მაშინ და რაღაცები და არსიდან გავიმნარ დაყაროთ. აი მე მინახია მაგალითად სოციალურ ქსელში სადმე ასეთი რომ ნაგავს და ისეთ რამეებს ყრიან რომ მაგის გაჩერება არ შეიძლება. უნდა აკრიფო და იყოს იქ ყოველ ადგილზე ურნები არსებობს გამოიტანოს და ჩაყაროს დედა იმაში სისუფთავე ბუნებასაც გაურწყილეს და ყველაფერს. ეცი ალბათ უნდა იდგეს შესასვლელებში. ხო არის სატყეოს პოლიცია. უნდა უზრუნველყო მიხედონ იმათმა და ადამიანებიც არ უნდა მოეპყრამუდიერათ თუ კოცოს დაანთებენ უნდა ჩააქროს. ადრე ასე გვასწავლდნენ ჩვენ სკოლაში მიწა უნდა მოგეჭრა ჩაგენთო შიდა და მე ჩააქრობდი და გადააყრიდი მიწას. თვითონ სიფრთხილე უნდა გამოიშინონ რომ ახლა როცა დაანთებ უნდა ჩააქრო წყალი დაასხა და რავი აქვეების ყველაფერი უნდა დააყაროს ზედ და რავი თვითონ თუ ადამიანს მაგის შეგნება არ აქვს და ისე დატოვებ შესაძლებელია ჯერ ისედაც გაჩნდეს და მით უმეტეს ახლა კიდე რომ პატარა სიგარეტის ნამწვევითაც გამოიწვიოს ხანძარი და საფხული ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო განსაკუთრებით ხანძარ-საშიში პერიოდია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხანძარ-საწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს ყოველწლიურად ახორციელებს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მომპყრობის შედეგად გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე ოდენობით. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 8 წლამდე. საუკუნეზე მეტია, რაც აკაკი წერეთლის ლექსზე შექმნილი ვარინკა მაჭავარიანი წერეთლის უკვდავი სულიკო თაობიდან თაობას გადაეცემა. ის ისმის ყველგან და ყოველთვის მსოფლიოს სხვადასხვა სცენასა თუ ქალაქის ქუჩებში, საოჯახო მუსიცირებისას თუ ლხინის სუფრაზე. მას ასრულებს ყველა ცნობილი მუსიკოს შემსრულებელი თუ უბრალო მოქალაქე, დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი. ის ისმის სხვადასხვა ენაზე განსხვავებული ინტერპრეტაციით. სულიკოს უკვდავი ჰანგი ჩვენი ქვეყნის უმთავრეს სავიზიტო ბარათად არის ქცეული. ახლახან სიმღერა სულიკოს შესრულების ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ყველა ერს, ყველა ქვეყანას, ყველა კუთხეს და ქალაქს ყავს თავისი სათაყვანებელი, საამაყო შვილი, რომელსაც სიცოცხლეშივე უდგავს ძეგლს და მის სახელს მომავალ თაობას გადაცემს. ქართველებისათვის, ჩვენ შემთხვევაში კი იმერლებისათვის საამაყოა აკაკი წერეთლის იმერლობა, რადგან სწორედ მის ლექსზე სულიკოზე ვარინკა მაჭავარიანმა შექმნა მელოდია, რომელმაც ჩვენს ქალაქს შორს გაუთქვა სახელი და პატარა სოფელ ცხრაწყაროს. სწორედ ცხრაწყაროში დაიბადა ვარინკა მაჭავარიანი, მამისეულ სახლში ცხოვრობდა და ამ ისტორიულ სახლში გაშღერდა სიმღერა სულიკო. იქაური უხუცესების გადმოცემით ვიცით, რომ აკაკი წერეთელი საჩხერიდან ქუთაისში ისი არ ჩავიდოდა ან პირიქით უკან ისი არ დაბრუნდებოდა, რომ ზესტაფონში, სოფელ ცხრაწყაროში ვარინკას არ სტუმრებოდა. თავიდან ეს სიმღერა დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა, მხოლოდ იმ ეზოში გაჟღერებულ ამ რვიანი მოყვანილობის ინსტრუმენტზე, ბაბთიან გიტარაზე მღეროდა ვარინკა მაჭავარიანი, ხოლო წლების შემდეგ დიდ სცენაზე ერთ-ერთმა პირველებმა ისინი დიდ დებმა იშხნელებმა შეასრულეს.
გავიდა წლები. მათმა საოსტატო მაღალმა პროფესიონალურმა შესრულებამ ამ სიმღერას დიდი პოპულარობა მოუტანა, რა თქმა უნდა, გადის წლები და ბოლოს ციცოცხლის ბოლოს თამარ იშხნელი საზოგადოებას ეუბნება. ქართველმა ხალხმა ვარინკა მაჭავარიანს ამ სიმღერას სულიკოს შექმნისთვის ძეგლი უნდა დაუდგასო. აქვე დავძენ იმასაც, რომ ალბათ გოსანსა და დამღერებელს შორის რაღაც საიდუმლო ძაფი იყო გაბმული, რადგან სწორედ სიკვდილის წინ სტუმრად მყოფი ვარინკა მაჭავარიანი გოსანთან მოსანახულებლად მისულს გოსანმა სთხოვა, რომ გიტარაზე სიმღერას სულიკო დაემღერებინა და წლების შემდგომ, როდესაც უკვე ვარინკა მაჭავარიანი მძიმე თავად იყო, რადიოში გაისმის სიმღერას სულიკოს ხმა. მას ორკესტრი ასრულებს. ცრელმორეული ვარინკა ამბობს: ვახ, შენს ვარინკასო. ალბათ რა მშვენიერია, რა საამაყუა, რომ ვარინკა მაჭავარიანის შესრულებული სულიკო სწორედ 9 წყაროში დაიბადა და ქართველთათვის ქართული კულტურის დესპანი გახდა. კიკბოქსინგი არის ჩემი ცხოვრების ნაწილია. კიკბოქსინგი დავიწყე, ვიყავის რაღაც 16 წლის პირველად რო შევედი კიკბოქსინგზე, საერთოდ სრულიად შეიცვალა ჩემი ცხოვრება რა, სპორტით როდესაც დავყავდი. ჩემი პირველი ტრენერი გახლავთ გურამი მახათაძე, საიდანაც დავევლე პირველად კიკბოქსის შესწავლას. პირველ რიგში უყურეს მადლობას ვუხდი გურამის, ჩემთვის გაწეული წვრთნელური მოღვაწეობის ვალის და ასე ვთქვათ, პირველი მანა მეყვანა რინგზე და შემდგომ გამოვედით მე გურამისაც ყავს ასევე ჩემ ტრენერს ცალკე ჯგუფი, მე ცალკე ვოვარჯიშებ ბავშვებს. ჩვენი სპორტული ვარჯიში გრძელდება 2 საათნახევარი, კვირაში ვარჯიშობთ 3 დღე. 3 დღის მანძილზე ფიზიკურები გვაქვს 2 დღე, რომელსაც გავდივართ ამინდიდან გამომდინარე, როდესაც გვაქვს მზიანი ამინდი და კარგი გარემო არის, გარეთ ბავშვები დარბიან, სირბილს გადიან, მოედანზე გვაქვს. კვირაში ერთი დღე გვაქვს სპორტულად განსხვავებული სპორტის სახე, ესე ვთქვათ, ფეხბურთს თამაშობთ, რომელიც ცოტა სპორტის განსხვავებული სახე არის ჩვენი სპორტიდან გამომდინარე. პირველ რიგში იყო ყველაზე დიდი სასიხარულო მომენტი, როდესაც კიკბოქსინგში, როდესაც ვიღებდი მონაწილეობას საქართველოს და ჩემი სამშობლოს სახელი გავიტანე საზღვარგარეთ, რომელიც საერთოდ როდესაც დროშა აუწია ზემოთ, ძალიან სასიხარულო იყო ჩემთვის. ცხოვრებაში პირველი იყო სასიხარულო მომენტი, ყველაზე დიდი მომენტი ის ჩემი კარიერული წინსვლის განმავლობაში, რომელიც იყო მსოფლიო ჩემპიონობა, რომელიც 2024 წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ერთ-ერთი ჩვენთვის ყველაზე ამ სპორტის წინსვლა არის მსოფლიო ჩემპიონატის და ევროპის ჩემპიონობის ტიტულის მოპოვება, რომელიც გახლავთ ასევე ქამრის დაუფლება, როგორც ევროპის ჩემპიონატზე, ასევე მსოფლიო ჩემპიონატზე. ყველაზე აღმატებული არის ორგანიზაციის ქამრის მფლობელი, როდესაც მე გახლავართ ახლა მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული, რომელიც მოვიპოვე WBFC ორგანიზაციის ქამრის მფლობელი გავხდი, მსოფლიო ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონი და არის კატეგორიები წინ და ზედა საფეხურები, ესე რომ ვთქვათ. და შემდეგი საფეხურიც გასაფხულის თვეში არის ჩანიშნული, რომელიც მომიწევს სხვა ორგანიზაციაში ბრძოლა და უკვე პროფესიონალური დონის სხვა ეტაპი იქნება გასავლელი და ღმერთის წყალობით, ვარჯიში და შემართებით ნახოთ როგორ იქნება შედეგიც. გავდივარ მომზადებას დღეში, ვარჯიში მაქვს დაწყებული, სადაც ტრავმები მქონდა, შეჯიბრიდან გამომდინარე, ერთი თვე რაც დავიწყო ვარჯიში. ასევე ემზადებიან ბავშვები, მე მემზადები ხა არის ევროპის ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატისთვის და ბავშვებიც ემზადებიან, რომლებიც საერთაშორისო ტურნირზე არიან წარდგენილები, რომლებიც უნდა გავიდნენ რა სასჯიბრო მომზადებასაც, ასევე ჩემთან ერთად გადიან, რომლებიც ჩემი მოსწავლეები გახლავთ. ემზადებით რა წინსვლისათვის და წარმატებისათვის. მე გახლავთ 35 წლის დაოჯახებული დიახ, ყავს მეუღლე, 2 ბავშვი, გოგო და ბიჭი და რომელიც გვერდში მიდგანან, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან დიდი, როდესაც ოჯახი ყავს, ძალიან დიდი გვერდში დგომა მოგჭირდება ოჯახიდან პირველ რიგში. ჩემი ოჯახის უდიდეს და უღრმეს მადლობას ვუხდი გვერდში დგომისათვის. რომ ესეთი შედეგი და ესეთ კიდევ ერთხელ მიწევს 35 წლის ასაკში ამ სპორტულ კარიერაში ეტაპების გავლა და წინსვლისკენ ბრძოლა, ესე რომ
მიოცნება, ყველაზე დიდი ოცნება იყო მსოფლიო ჩემპიონობა პირველ რიგში. არის სხვადასხვა ორგანიზაციები, სადაც ესე ვთქვათ, კიდევ ერთხელ გრძელდება ერთ-ერთი საფეხურების გადადგმით, სხვა მსოფლიო ჩემპიონატები, სხვა ორგანიზაციის მსოფლიო ჩემპიონობა და ნახოთ წინ როგორი შედეგი იქნება.